დასაწყისი დაიწყო რუსული კანონის შემოღების დღიდან და იმ დღიდან დაიწყო პროცესი საქართველოს რადიკალური ცვლილების მთლიანად რუსულ ვექტორში გადასვლის და დემოკრატიული საქართველოს კვლევობის პროცესი დაიწყო ზუსტად რუსული კანონის მიღების დღიდან. მე პირველ რიგში მინდა რეჟიმის ტყვეებს ყველას მივესალმო და უთხრა რომ მაგრად იყავით ბიჭებო და არ მოვეშვით და გოგოებო და არ მოვეშვებით არც ერთი წუთით ბრძოლას სანამ არ გამოგიყვანთ. ძალიან მარტივად არის ინგა საქმე. ხელის გულზე დევს რუსეთის кейსი. ზუსტად ანალოგიურად დაიწყო რუსეთში, ზუსტად ეს მოხდა, ჯერ შემოიღოს რუსული კანონი, მოხდა არასამთავრობოების მოგუდვა, მოხდა მედიის მოგუდვა, შემდეგ დაიწყეს პოლიტიკოსების დაპატიმრება, ამ პოლიტიკოსების დაპატიმრებას მოყვა მთლიანი ჩახშობა საპროტესტო აქციების და თავისუფლება და დემოკრატია სრულად განადგურდა რუსეთში, არ არსებობს თავისუფალი სიტყვა, არ არსებობს არჩევნების შესაძლებლობა, არ არსებობს სასამართლო, უბრალოდ რომ გახვიდე ქუჩაში და ერთი სიტყვა თქვა 15 წლით აღმოჩნდები ციხეში. ამ საქართველოს უმზადებს ივანიშვილი საქართველოს და საქართველოს მოსახლეობა ვიდრე არ მოვა გონს და ვიდრე ყველაფერს არ დაინახავს სრული სიზუსტით. იმიტომ რომ ეს გააკეთეს ბელარუსიაში, ამას აკეთებენ პირდაპირ არის გადმოღებული ერთი სტრატეგია, ერთი გზა არის და ამისკენ მიაქანებს. მაგრამ ამასთან ერთად ივანიშვილის რეჟიმს აქვს ის რომ საქართველოში წელს დაიბადა ყველაზე ცოტა ქართველი 50 წლის განმავლობაში არ დაბადებულა ესეთი მცირე რაოდენობის ქართველები. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დროს ყავს ბოლო 5 წელიწადში მილიონამდე მიგრანტი. მილიონი ქართველი არის წასული. მიმდინარეობს ჩანაცვლების პოლიტიკა და შემოდიან ადამიანები, რომლის კონტროლის არ ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ აქ შემოსვლის ხალხის, მაგრამ მიმდინარეობს პირდაპირ ჩანაცვლება. ყავს მილიონამდე 700-800 სოციალურად დაუცველი ხალხი. რაზე არის საუბარი? ერთიად ის, რომ დემოკრატია არ არსებობს და კლავს და ყველაფერი იხშობა, მართალი სიტყვა აღარ უნდა ითქვას. ეგ არის მთავარი მიზანი, რომ ჩვენ არ შეგვეძლოს თქვა იმ მართალი სიტყვის, რომ რეჟიმს დაუპირისპირდეთ და ეს აქვს ამოცანა და მეორე მხრივ არის შიმშილი, უბედურება, ყოველგვარი არაფერი არ არსებობს. თქვენ საუბრობთ გამოსავალი რაშია. ეხლა თუ გონია ივანიშვილს, რომ პოლიტიკური პატიმრების დაჭერით პროცესს გააჩერებს, ძალიან შემცდარა. მინდა უთხრა, რომ ქართველი ხალხი პოლიტიკოსებს არ გამოუყვანია რა 28 ნოემბერს. 28 ნოემბერს გამოვიდა ქართველი ხალხი თავისით. და როცა საჭირო იქნება ეს ქართველი ხალხი აუცილებლად გამოვა და პოლიტიკოსების დაჭერით შენ ვერ შეაჩერებ ივანიშვილო ამ პროცესს. ხარ სპირალში და მუდმივად შენი მოქმედებები მდგომარეობს იმაში რომ ძალადობა გაზარდო. მაგრამ ეს სპირალიო შეგიწირავს შენ და ეს მოხდება ძალიან მალე. ერთობა არის ინგა ერთ-ერთი მთავარი ეხლა რაც ჭირდება საზოგადოებას და ხალხს და პროტესტს და ჩვენ შევეცადეთ ფასილიტაცია გაგვეკეთებინა ისაუბრებ გუშინ ყავდა მთელი პოლიტიკოსები ვიც იბრძვის ქუჩაში არასამთავრობო სექტორი მედია შევეცადეთ რომ რაღაც ერთადე მისულიყავი და პირველი მოთხოვნა იყო პრეზიდენტის პლატფორმა არის ამის უმნიშვნელოვანესი ადგილი ეს 4 პარტია პირველ რიგში უნდა დაჯდეს არ მაინტერესებს ხო ორად არის გაყოფილი ესე იყო მოსკოვშიც ესე დააპირისპირეს ერთმანეთს ჩარდეს ესე იყო აგერ მე და ქალბატონი ირინა ყვებოდით 90-იანი წლებს ესე გაყეს ეროვნული მოძრაობა დააპირისპირეს და ამას მოყვაობი ჩვენ ერთადერთი რაც გვჭირდება არის ერთობა ან ბოიკოტში წავიდეთ ერთად არ მაინტერესებს არ ვიქნები ხა არც ერთის მომხრე ამ წუთას ან ეს 4 პარტია ადგეთ და ბოიკოტი გამოაცხადოს ან ერთად შევიდნენ არჩევნებში და ვიბრძოლოთ ერთობა უნდა დაანახონ ხალხს ჩვენ რეალურად არანაირი პოლიტიკური ესე ვთქვათ ინსტრუმენტი არ გვაგვაჩნია ბრძოლის ერთადერთი ჩვენ რასაც გვიზავთ არის რომ დავანახოთ საზოგადოებას რომ ერთნი ვარ და ეს ხალხიც ყველგან გამოვა ყველგან იბრძოლებს თორე ხალხო დღეს თუ გავჩუმდებით ხვალ აღარც საბრძოლი იქნება აღარც სასაუბრო იქნება ვეღარც ტელევიზიაში ვილაპარაკ ეხლა იურისტთა ასოციაციას დღეს გავაკეთე ვიდეო დაურეკე და რამდენი ადამიანისთვის გაგიწევიათ უფასო კონსულტაცია მეთქი და იცით რა მითხრეს 1,300,000 30 წლის განმავლობაში უფასოდ ეხმარებოდნენ იცავდნენ მათ უფლებებს და დღეს ამ ორგანიზაციას ეს ნაძირლები აცხადებენ აგენტებად რაც ლაპარაკობთ ესეც პროპაგანდის დამსახურებაა რაც არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით ხდება მე მაგალითად
ჩემი გამოცდილებით ვიცი, ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მქონდა შეხება მომიწია რაღაც ძალადობის ფაქტზე, ეს არის საფარი. და მე შემიძლია გითხრათ, რომ ღუპავს ოცნება ამ ქვეყანას, როდესაც ანადგურებს არასამთავრობო სექტორს, იმიტომ რომ დავწერე კიდეც ამას წინათ, მე ტრიბუნა მაქვს ჯერჯერობით, პირდაპირ ეთერი მაქვს და ბოლო-ბოლო მაქვს იმის საშუალება, რომ დავიცვა ჩემი თავი. იცით რამდენ დაუცველ ქალს, რამდენ ძალადობის მსხვერპლ ქალს, რამდენ მოძალადე მშობლის შვილს ეხმარებოდა, აი თუნდაც ეს ერთი კონკრეტული ორგანიზაცია, საფარი, რომელსაც ასევე აცხადებენ ხალხის აგენტება და რაღაცა deep state-ის აგენტება. აი, იგა, მე მოგიყვები. საერთაშორისო გამჭო, ნებისმიერ ეხა არ მინდა რომ ვინმე გამომჩეს, ირაკლისთან გადავალ კითხვით და მე ისევ მიგეკრება. ერთ პატარა მაგალითს მოვიყვან რა, აუცილებლად სათქმელია არასამთავრობოსთან მიმართებაში, აი ქალთა ძალადობა ახსენი შენ და ესეთი რაღაცა, მაშინ მე ესე ვთქვათ, ოცნების მხარდამჭერი ვიყავი და შიგნით აქეთ მხარეს, სხვა მხარეს ვიდექი. მაშინ და მოხდა ესეთი ფაქტი, გოგოს პოლიციელებმა ხელი დაარტყეს კუსტბაზე. ავედით და ყველა ვიდეოკამერა გაქრალი იყო, გადაღებული კამერები და ანუ გოგო დაეჯახა სისტემას და მხარდამჭერი ვიყავი, წარმოიდგინე და ორად-ორი ადამიანი ედგა იგა გვერდით. ერთი იყო იურისტთა ასოციაცია და მაშინ იყო რუსთავი 2 ოპოზიციური და რუსთავი 2. ანუ რაც არ უნდა შენ არ მოგწოდეს მედია, რაც არ უნდა სუბიექტური იყოს არასამთავრობო სექტორი. ის ყოველთვის დაჩაგრული მხარეს იქნება და მისი გადარჩენილია ადამიანის სიკეთე ვერასოდეს ვერ მივა ერთ ზომაზე მის სუბიექტურობამდე. მოძალადე სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხო? ეხლა დავჩებით საერთოდ ყოველგვარი კონტროლის მექანიზმის გარეშე და სისტემა ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს ძალიან დიდ ბოროტობას. ხანდახან უნდა ვაღიარო, როდესაც